საუბრობთ ნეიროპათიურ ტკივილზე და უფრო დაწვრილებით ამაზე გვესაუბრება ნევროლოგი თეკა მაისურაძე. გამარჯობა ქალბატონო თეკა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. იცით რა ძალიან დიდი პრობლემა არის დღეს, ანუ ნეიროპათიური ტკივილი. ზოგადად რას ნიშნავს ნეიროპათიური ტკივილი, რომ გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს? კი ბატონო. ნეიროპათია თვითონ ეს სიტყვა არის ბერძნული და ნიშნავს ტანჯვას, ნერვის ტანჯვას და იმდენად სრულფასოვნად გადმოსცემს თვითონ ბერძნული სიტყვა ამას, რომ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვისაუბროთ საკმაოდ დაწვრილებით. ანუ ეს არის ტანჯველი, მუდმივი, წველი, უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ადგილას. ის შეიძლება იყოს კონკრეტულად ერთი ნერვის დაზიანების გამოწვეული, ან ატარებდეს მრავლობით სახეს. ანუ პერიფერიული დაზიანებას მოიცავს ეს არის ნერვების დაზიანება. ყველა იმ ნერვისა, რომელიც თავისა და ზურგის ტვინიდან გადის, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემიდან გადის. ეს ნერვები წარმოადგენს კავშირს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ორგანოებს შორის. ნეიროპათიული ტკივილი არის ძალიან შემაწუხებელი. ხანდახან იგი იმდენად მძიმეა, რომ ოდნავ შეხებასაც კი პაციენტი მტკივნეულად აღიქონს და ეს ტკივილი გადაულახავია. ალოდინიები, რომლებიც ვითარდება მრავალი დაავადების დროს. უპირატესად მაინც ნეიროპათიული ტკივილები წარმოადგენენ სხვა დაავადებათა გამოვლინებას. უხშირესად და ყველაზე ცნობილია ჩვენთვის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საკმაოდ თანდართულია ნეიროპათიით. ეს არის დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ქვედა კიდურებში, ისინი ასიმეტრიულებია, ზედა კიდურებშიც გაუსაძლისია, მეტად გამეძლიერდება და ადამიანს აძლევს გარკვეულ დისკომფორტს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მონაცემები არსებობს ამ კუთხით, რომ ნეიროპათიული ტკივილები რო შეისწავლეს ესე კოჰორტულად აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ პაციენტს ჯერ დიაბეტიც კი არ ქონდა ჩამოყალიბებული, არამედ იყო პრედიაბეტი, რასაც ეძახიან, იყო ინსული რეზისტენტობა და უკვე წარმოდგენილი იყო ესეთი ნეიროპათიული ტკივილები, ესეთი უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც როგორც ყველა ნევროლოგიური დაავადება მიბმულია ჩვენ გუნება-განწყობას, ჩვენ ემოციურ სფეროს და ამდენად სიხარულისა თუ წუხარების დროს, ძლიერი ემოციების დროს ეს ნეიროპათიული ტკივილები საკმაოდ ძაფრდება, საკმაოდ მწვავე ხდება, საკმაოდ წველი ხდება და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრების ხარისხს აფუჭებს. ასევე მეტად ძლიერდება ღამის პერიოდში და ამიტომ ძილის დარღვევასაც შესაბამისად ძილის დარღვევის მიზეზით შეიძლება იყოს. ასე რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში და არა მხოლოდ მათში ეს ნეიროპათიული დისკომფორტი და ტკივილი ძალიან ხშირი არის ხოლმე და იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას, როგორც უკვე ძალიან ნამდვილად. ასევე ვიცით ძალიან ხშირად გაგვიგია ჰერპეს ზოსტერი, ხა მოდელი არის ხოლმე ესე რომ ზოსტერი და მასთან მიბმული ზოსტერული ნეიროპათია. ნექტაშუა ნეიროპათიები უხშირესად ასე ზოსტერი არის ვირუსი, რომელსაც ძალიან უყვარს ნერვული დაბულოებები და მისი აქტიური ფაზის შემდეგ, როდესაც არის გამოხატული გამონაყარი თავის ბუშტუკოვანი, შემდგომ რჩება ხოლმე ალაგების პერიოდში წინ წამოიწევს საკმაოდ მწვავე, მძიმე ნეიროპათიული ტკივილი, ზოსტერული ტკივილი, რომლის მენეჯმენტიც ასევე აუცილებელი არის, იმიტომ რომ ისინი იწვევენ გაუსაძლის ტკივილებს, ალოდინიების განვითარებას და ჭირდება მას გარკვეული ტიპის მკურნალობის ჩატარება. აი ეს ალოდინია რა არის რომ ავუხსნათ? ეს არის გადაულახავი ტკივილი, როდესაც ოდნავი მიდების ფონზეც კი ხდება უკვე გაუსაძლისი ტკივილის განვითარება. არსებობს ძალიან ბევრი სახის ნეიროპათიები, არის ინფექციური პოლინეიროპათიები. აქედან ყველაზე ცნობილი არის გიელენ-ბარეს სინდრომი, ეს არის აღმავალი პოლინეიროპათია, რომელიც იწვევს როგორც მოტორული დისფუნქციის განვითარებას, ანუ ეს არის პარეზები, ქვედაპარაპარეზები, ანუ მოძრაობის შეზღუდვაც აქვს. მოძრაობის შეზღუდვები, რეფლექსების გამოფიტვები, თანდართული არის უსიამოვნო შეგრძნებებით, ასევე არის ესეთი რადიკულარული პოლინეიროპათიები. რასაკვირველია, ასეთი პაციენტები უხშირესად მაინც სტაციონარში ხდებიან, ვინაიდანაც ვითარდება მოტორული სფეროს დარღვევა, ანუ ვითარდება პარეზი.
პარეზი არის იმის მიზეზი, რომ პაციენტი მოხვდეს სტაციონარში. მით უმეტეს, როდესაც არის საუბარი დაუშვათ აღმავალ მწვავე პოლინეიროპათიაზე, რასაც გილემბარეს უწოდებთ, უხშირესად პაციენტი ხვდება სტაციონარში და ხდება მისი სწორი შეფასება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაც. არის ასეთივე ქრონიკული ნეიროპათიები, როდესაც ნელ-ნელა ხდება განვითარება მოტორული დისფუნქციის, ასევე მგრძნობელობითი დისფუნქციების. არის ყველაზე ხშირად გავრცელებული ნეიროპათიები არის, აი მაგალითად მაჯის სინდრომი, ანუ კარპალური არθის სინდრომი, ხო? როდესაც თვითონ ნერვის კომპრესია, მოჭკლეტვა ხდება თვითონ არხში და ხდება განვითარება უსიამოვნო შეგრძნებების გააჩნია, რომელი ნერვი არის, უხშირესად არის ხოლმე იდაყვის ნერვი, შუათანა ნერვი და ამითი ეს ძირითადად ემართებათ ხოლმე აქტიური ცხოვრების ხოლმე ახალგაზრდა ადამიანებს. აქაც აი მექანიზმი ძალიან საინტერესო რა არის, ეს არის სტერეოტიპული მოძრაობა. ანუ ადამიანი, რომელიც მაუსში რა იყენებს, მას აქვს მუდმივი მოძრაობა. ანუ მაუსის მოძრაობა და ამ დროს შეიძლება აი ამ ჩვეული მოძრაობის სტრესის ფონზე ხდება აი ამ ნეიროპათიის განვითარება ასეთ მაჯის წვრილებში. ანუ სულაც ჯანმრთელ პაციენტში შეიძლება მოხდეს. სულად ჯანმრთელ პაციენტში შეიძლება მოხდეს. Ну, მიდგომა რა არის? მიდგომა არის, რომ ადამიანი ელოდება რომ ეს გაივლის, ეს წავა. არ მიდის ექიმთან. არ მიდის ექიმთან, იქ რაღაცა დალევს დაუშვათ რომელიმე არატკივილ გამაყუჩებას, ეს ან გამივლის ცოტა ხანში, გადაბრუნდება მარჯვნიდან მარცხნივ და ველოდებით. ანუ ცოტათი კარგავ დროს. რასაკვირველია ნებისმიერი წუთილის დროს, ну, არა მარტო ნეიროპათიების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს. ხო, ეს პირველი რგოლი მაინც არის ოჯახის ექიმი, რომელიც დიფერენცირებას აძლევს და შემდგომი ეტაპი ეს უკვე არის სპეციალისტთან მისვლა, როდესაც უკვე ჩვენ ჩამოყალიბდეთ, რომ რასთან გვაქვს საქმე, რომელი დაავადების გამოძახილი არის ეს ნეიროპათიული ტკივილი. ამისთვის უნდა გავსინჯოთ პაციენტი და დავგეგმოთ შემდგომი კვლევები, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ნეიროპათიული ტკივილი იყოს რადიკულარული, გამოწვეული, მაგალითად მალთაშუა დისკის თიაქარის პრობლემისაგან, ხო? და ეს იწვევდეს ყველაზე დიდი მსხვილი ნერვის, ანუ საჯდომი ნერვის გაღიზიანებას და განვითარდეს საჯდომი ნერვის ნეიროპათია. აქედან გამომდინარე უკვე გეგმავთ ჩვენ შემდგომ კვლევებს. თუ რას ვაკეთებთ, დაუშვათ იქ არის მაღალტექნოლოგიური ხერხემლის MRT კვლევა და შემდგომ ამის შემდეგ იგეგმება ნეირომიოგრაფია. ეხლა, როდესაც არის ლაპარაკი ნერვების დაზიანებაზე, რომლებიც მიდის სენსორული პათოლოგია, აქ უპირველესი მაინც არის ნეირომიოგრაფია, იმიტომ რომ უნდა ვნახოთ ნერვების გამტარებლობა, ანუ როგორი არის მათი გამტარებლობა, როგორც მგრძნობი არის, ასე როგორც სენსორული, ასევე მოტორული პორცია და ამის მიხედვით გავიგებ თუ რა ტიპის ნერვულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ნეიროპათიები არის უამრავი. არის თანდაყოლილი, არის მემკვიდრეობითი დაავადებები, ხო? როგორც არის შარკომატუსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მათი ჩამოთვლა უამრავია, ფაბრის დაავადებები და ძალიან ბევრია ეს პათოლოგიები. ამიტომ აი აქ არის ესეთი ოქროს სტანდარტი, ეს არის ნეირომიოგრაფია, რომელიც ძალიან ბევრ ინფორმაციას გვაძლევს თუ რას ვეძებთ. რას ვეძებთ. ძალიან ხშირად არის ბეჯგუფის ვიტამინების, კერძოდ კი თიამინის დეფიციტით განპირობებული. ამის გამო ტკივილით შეიძლება იყოს. რასაკვირველია, ტკივილი, ნეიროპათიული ტკივილები, რასაკვირველია, ნერვის თვისებარადი წარმოქმნილ იმპულსს იგი ატარებს, ხო, მიზნობრივად ატარებს ცენტრიდან პერიფერიასკენ და როდესაც იქ არის დარღვეული მისი მთლიანობა, ნერვის მთლიანობა, ეს იქნება ანთებითი, ეს იქნება დეგენერაციული. სახით მისი აღქმადობა არის შეცვლილი და ვლინდება ტკივილის სახით. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია. იცით რა მაინტერესებს? აი მინახავს ხშირად ეს პაციენტები მეც აი დატანჯულები, აი სახეც კი ისეთი აქვს, მე ძალიან მესმის ამ პაციენტებს და ძალიან ვუთანაგრძნობ ხოლმე და აი თუ არის აი რა მკურნალობის რა გზები არსებობს და არსებობს თუ არა 100%-იანად რომ აი განიკურნოს ამ ტკივილისგან და მართლა ბედნიერი წავიდეს, იმიტომ რომ აი
ჩვენ ხო ყველა უთანაგრძნობთ ამ პაციენტს და არ ვიცი ექიმი ყველაზე ბედნიერია მაშინ, როდესაც პაციენტს აღარ ტკივა, ხო ეგ არის ჩვენი ყველაზე დიდი ადრენალინი, რატომაც ცხოვრობთ ამ ჩვენი პროფესია არის რომ ადამიანს შეუმსუბუქოთ მწუხილი და ასევე მოვარჩინოთ პროფესიასაც ვერ დავართ. მე ჩვენი ცხოვრების წესი ყოველდღურად ხო გვიხარია ეს რომ პაციენტს რო აღარ ტკივა და აი რა გზები არის მკურნალობის, როგორ შეგვიძლია რომ დავეხმაროთ ამ პაციენტს. ნუ პირველი უნდა გავიგოთ რა ნეიროპათია, რომელი ნეიროპათიული ტკივილია და აქედან გამომდინარე უნდა დავიწყოთ ძირითადი გამომწვევი ავადობის მართვა, ხო? არის ესეთი სტრატეგია, რომ ჩვენ რო ვიცით, რომ დიაბეტური ნეიროპათია, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩაქარი, ამიტომ პაციენტი უნდა იყოს სათანადო თერაპიაზე, სათანადო დიეტოთერაპიაზე და ამითი უნდა მივახციოთ იმას, რომ ძირითად დაავადებას უმკურნალოთ, მაგრამ ნუ მარტო ეს არ შველის არასოდეს და აქ ჭირდება უკვე დამატებით ჩავრთოთ ის მედიკამენტები, რომელიც დაგვეხმარება ძირითად დაავადების მკურნალობასთან ერთად, აი ამ ნეიროპათიის მკურნალობისთვის, ხო? ეხლა რა მექანიზმის ხდება მაგალითად დიაბეტის მქონე პაციენტებში? აქ არის თვითონ სისწარღვოვანი პროცესი, ამას მოყვება ოქსიდაციური სტრესი, ამ ფონზე ხდება ნერვის დაზიანება. ეხლა რა მივმართოთ აქეთ? აქეთ უკვე უნდა მივმართოთ ჩვენ ანტიოქსიდანტები, ხო? მაგალითად ალფა-ლიპოის მჟავა. მივმართოთ B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ჩვენ შეგვიმსუბუქებს და გაგვიუმჯობესებს თვითონ ნერვის გამტარიანობას. და დამატებით ნეიროპათიული ტკივილის დროს ყოველთვის არის მაღალი რეკომენდაცია, ეს არის ანტიდეპრესანტები, ეს არის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ანტიკონვულსანტები. რომელთა მოქმედება ანტიკონვულსანტები, ანუ ვისაც კრუნჩხვა აქვს და იღებს ამიტომ. ანუ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანუ ანტიკონვულსანტები. ნუ ეს ორი ცნობილი არის აქედან, ეს არის გაბაპენტინი და პრეგაბალინი, რომლებიც შეიქმნა როგორც ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მაგრამ მათი სიმძლავრე ესე ფართოდ ყველა ტიპის ეპილეფსიას არ იქნა მორგებული და ამიტომ ძალიან ეფექტური არის ნეიროპათიული ტკივილის მართვაში. მაგალითად, პრეგაბალინზე ვიტყვი ორი სიტყვით მეტი, ეს არის ლირიკა ცნობილი, რატომაც სხვა კუთხით არის ცნობილი საქართველოში სამწუხაროდ. თუმცა მას აქვს არაჩვეულებრივი თვისება ნეიროპათიული ტკივილის მართვისას. პლაცებოსთან შედარებით პროცენტულობა ტკივილის არის 35%-ით მაღალი იყო. ანუ ძალიან მაღალი მტკიცებულება აქვს მას, რომ X ნეიროპათიული ტკივილის სამართავად გამოიყენება და ნამდვილად შედეგიანია. ასევე ძალიან მაღალი პროცენტული გაუმჯობესება ქონდა წარმოდგენილი კაფსაიცინს. კაფსაიცინს 8%-იანი, ეს არის ციცაკის ექსტრაქტი. ოღონდ 8%-იანი საკმაოდ ტოქსიურია და ესეთი ალოდინიებისა და ნეიროპათიული ძლიერი ტკივილების დროს ისინი არის აპლიკატორების სახით გამოიყენება. ანუ დავაკრავთ პაციენტს. დავაკრავთ ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის აი ეს ჰიპერპათიული ტკივილი. მათაც საკმაოდ მაღალი აქვთ წარმატობა ამ ტიპის ნეიროპათიული ტკივილების მკურნალობაში. და საკმაოდ საინტერესო კვლევები ტარდებოდა ამასთან, ანუ ლირიკა, კაფსაიცინი 8%-იანი, ოღონდ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ დღეს ესე იგი პრობლემა აღარ არის ნეიროპათიული ტკივილი, ხო? ანუ აბსოლუტურად დადგენადია და მკურნალობთ და მე პაციენტი ბედნიერია, ხო? ანუ მისი ცხოვრების ხარისხი ხომ იწევს. ეს არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა არის ანტიდეპრესანტები. ანტიდეპრესანტი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს, უკვე მექანიზმში არის ქრონიკული ტკივილის მექანიზმში ისერთვება, არის ესეთი ანტიდეპრესანტი, ეს არის დულოქსეტინი, რომელიც ხოთაშორის დაახლოებით 10-15 წელია რა ჩემოვიდა საქართველოს ბაზარზე მანამდე არ იყო, რომელსაც ასევე ძალიან ეფექტური გამოსავალი აქვს ნეიროპათიული ტკივილის მართვაში. იგი არის ან დაუშვათ პრეგაბალინი, ან დულოქსეტინი. აი იმდენად მაღალი არის მისი ეფექტურობა ამ ტიპის ტკივილის მართვაში. ასევე B ჯგუფის ვიტამინები. ეხლა თუ ნეიროპათია გამოწვეული არის მაგალითად B12 ვიტამინის მოხმარების დეფიციტით, ხო? აქ ამის აღმოჩენისთვის მიზნობრივი არის შესაბამისი ტესტების ჩატარება, ხო? ჩვენ ვნახულობთ, რომ არის B12-ის დეფიციტი, ვიწყებთ მკურნალობას და ეს აბსოლუტურად ალაგებადი ხდება ეს პრობლემა. ეხლა გარდა ტკივილისა, ნეიროპათიებმა ასევე იცის
წონასწორობის დარღვევის განვითარება, მით უმეტეს ალკოჰოლის ხშირად მოხმარების ფონზე, B1 ვიტამინის დეფიციტის განვითარების დროს, ანუ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ნეიროპათიაზე, აქ ყველა კუთხეს განვიხილავთ, ანუ განვიხილავთ მოტორიკას, განვიხილავთ სენსორიკას, განვიხილავთ ასევე წონასწორობის დარღვევებსაც და შესაბამისად მიზანმიმართულად გეგმავთ უკვე რა კვლევები უნდა ჩატარდეს, რა უნდა გამოვიკვლიოთ და რაზე ვიმოქმედოთ ამით აქედან გამომდინარე. აი ესეთი მიდგომები და ესეთი სტრატეგია გვაქვს რასაკვირველია ნევროლოგებს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის. მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის არის ჩემი როგორც ექიმის არა, როგორც საზოგადოების ამწევრის, როგორც კი რამე გვიჭირს, მივიდეთ ექიმთან. ნუ გაუშვებთ პროცესს შორს, იმიტომ რაც უფრო შორს არის წასული პროცესი, უფრო რთულია შემდეგ მისი მართვა. და არსებობს რაღაც ავადობები, რომლის მართვა შეგვიძლია. შეიძლება მორჩენა არ შეგვიძლია ჯერ თქვენ დამეთანხმებით ამაში, მაგრამ მართვა. ვისი მართვა შეგვიძლია, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სრულფასოვანი წევრი რჩება საზოგადოების. აი, ესე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თეკა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ახლა დაგემშვიდობებით და გისურვებთ ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, აი სრულად გამოჯანმრთელებულს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. უღრმესი მადლობა.